აფხაზეთის მოზარდ ახალგაზრდობის შემოქმედებით მათ ცენტრმა თავისი აღსაზრდელები საზაფხულო ბანაკში დაასვენა. ჰუმანიტარული ასოციაცია ბეთელის მიერ ვარციხეში მოწყობილ ბანაკში აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეებისათვის 30 ადგილი გამოიყო. როგორც ცენტრის დირექტორმა მანენა ბურბოთაშვილმა აღნიშნა, თანამშრომლობა მათსა და ბეთელს შორის კვლავაც გაგრძელდება. უკვე მეორე წელია რაც არსებობს. გაკეთებულია ეს ბანაკი დევნილებისთვის და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის. ამიტომ მოხდნენ ეს ჩვენი მოსწავლეები ამ ბანაკში. ეხლა ჩამოვიდა პირველი ნაკადი და ხვალ ვაგზავნებთ მეორე ნაკადს. სულ დაისვენებს 30 ბავშვი ამ ბანაკში. ძალიან კმაყოფილები არიან, როგორც ხედავთ თქვენ თვითონ. ბანაკიდან დაბრუნებულმა ბავშვებმა დასვენების პერიოდში მიღებული შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს. ჩვენ ვიყავით ვარციხეში და ძალიან კარგი იყო. ანუ ყველანაირად ცდილობდნენ რომ გავეხარებინეთ და გამოვიდათ კიდეც. და ძალიან კარგი იყო, რავი, ძალიან მომეწონა, კარგად გავერთეთ. ყველაზე მეტად მომეწონა პინგ-პონგის მაგი და ტბა მომეწონა და ნავები. ძალიან გავერთეთ, ძალიან დავისვენეთ. ძალიან მაგარი ლიდერები გვყავდა, იმიტომ რომ ყველანაირად ცდილობდნენ გავეხარებინეთ. ჩვენი გრაფიკი გვქონდა, რა თქმა უნდა, რომ ძალიან არ ამოვარდნილი ყავით კალაპოტიდან და ძალიან კარგი იყო. და მოვალ წელსაც ალბათ წავალთ.